მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:09 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის ღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 230 15 15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ოფიციალურ Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები და ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს, რომელიც გახლავთ ყოველთა წმინდათა ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი ჭინჭარაული. მოგესალმებით, მამა ირაკლი, მოგესალმებით, მადლობა თქვენც დაგულოცეთ. იცოცხლეთ, მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. მაყურებელია ეთერში და მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? კეთილი, ეთყობა გაითიშა, ტექნიკური ხარვეზია და მაშინ კითხვებზე გადავიდეთ, სანამ ზარი შემოვა, ან კვლავ გადმორეკავს. ესეთი კითხვა არის, აი დიდი მარხვის პირველი კვირა არის ახლა და ზოგადად მარხვის შესახებ რომ გვესაუბროთ და როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი მარხვისთვის და როგორ უნდა ვიმარხულოთ. ესე იგი ეკლესიამ, ქრისტეს ეკლესიამ თავისი წელიწადის მსახურება, საღვთისმსახურო ციკლი სამ პერიოდად დაყო. ესე იგი, ერთი პერიოდი შეიცავს მეზვერე და ფარისეულის კვირიდან დაწყებული ვიდრე აღდგომამდე, რომელიც სწორედ დიდ მარხვას მოიცავს. შემდგომ აღდგომიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე და იქიდან კვლავ მეზვერე და ფარისეულის კვირამდე. ახლა დიდი მარხვის აზრი ზუსტად როგორც მთელი ქრისტიანული ცხოვრების აზრი მდგომარეობს შემდეგში, რომ ადამიანის სული უნდა გადარჩეს, ხო, ხსნილი იყოს. დიახ. ამიტომ ეკლესიამ დიდ მარხვაში მთელი თავისი მსახურების ციკლი, აი დანიშნულება ეს არის, რომ ადამიანი მოამზადოს უფრო მეტი სარბიელი დიდი მარხვის, იყოს სულიერ ცხოვრებაში უფრო მეტად კონცენტრირებული. თვითონ მომზადების პერიოდით წინა მოსამზადებელი მეზვერე და ფარისეულის კვირიდან დაწყებული სახარებებს, რასაც ვკითხულობთ და მთელი მარხვის განმავლობაში საკითხავები, აი ახლა პირველი კვირა მიმდინარეობს და მოგეხსენებათ იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის კანონი. მთელი მარხვის განმავლობაში იკითხება ღირსი მამა ეფრემ მასურის ლოცვა მეტანიებით. ყველაფერი ეს იმისთვის და თვითონ მარხვის კვირებიც ისია დალაგებული. ყველაფერი ეს იმისთვის, რომ ადამიანის ხსნა მდგომარეობს შემდეგში. ადამიანის სულს ჭირდება მაცხოვარი. ხოლო ადამიანის სული მაცხოვარ შეიცნოს მას შემდეგ სახარების სწავლების თანახმად, რაც როცა თავის თავში დაინახავს, რომ წარწმენდულია, დაკარგული ცხოვარია. და უკვე იგი ეძებს ხსნელს. და ხსნელთან მისასვლელი გზა, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი და წმინდა მამათა დარიგებები, ეფუძნება თვისთა ცოდვათა ხედვას და მისგან შობილ სინანულს. ხო თქმულა ესე, რომ მარხვა სინანულისა, აღდგომა სიხარულისა. ამიტომ რომ სწორედ ვიდრე საყოველთაო მკვეთრით აღდგომის დროს რო აღდგეს და გადარჩეს საუკუნო სიცოცხლის ადამიანი, მანამდე ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში უნდა ჩვენი სული აღდგეს სინანულის გზით და ამაში გვეხმარება სწორედ აი ეს პერიოდი, რაც წეღან ვახსენეთ, დიდი მარხვის სულიერი ასპარეზი. კეთილი. ხო, აი ესე შეიძლება თქვა. მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ? გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. სამწუხაროდ არ ისმის მაყურებლის ხმა. გავაგრძელოთ ჩვენი Facebook კითხვები.
გელა წერს ასეთ კითხვას. როდესაც გონებაში მოგდის ბოროტისგან აზრები, ღმერთი არ არსებობსო. ამ აზრებს რითი ვუშველოთ? 3 კვირა ეს აზრები მაქვს და რითი დავუმტკიცო თავსო. ღმერთის არსებობა. არა, თუ მის გულს წამს შინაგანად ღმერთი, ამ აზრების ნუ ეშინია. კაცთა მოდგმის მტერი თავისი სხვადასხვა მსაკრობებით ცდილობს, რომ ადამიანი გადაიყვანოს ცხონების გზიდან. მათ შორის ასეთი საგმობელი აზრების შემოტევით. ხო და ეს უნდა მიიღოს ესე, რომ ესეთი შედარება მოყავთ, რომ აი ჩვენ ვართ სახლში. ეზოში ყებს ძაღლი. ჩვენ გვესმის ეს ყეფვა, მაგრამ ეს ხო ჩვენში არ არის. ამიტომ ეს ამაზე ის არის შინაგანად ამაფორიაქებელი, რომ ბოროტის შემოტევა, მაგრამ დიდი ყურადღება არ უნდა მიუახციოთ, ხო, არ უნდა მიაქციოს და რაც თავარია შინაგანად თქვას, რომ ღმერთო მილხინე მეცოდვილ სამოს და შემიწყალე მე თავის თავში მოუხმოს ღვთის შეწევნას სინანულის გზნობით და გადაივლის არ შეაშინოს თუ შინაგანად თვითონ ორწმუნი ადამიანი. ეს არის ბრძოლა ეშმაკის და როგორც მისი ეს არ არის მისი ნება. აი ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რაღაცა, რომ აი რაც ჩვენ გულს მოხიბლავს და დაატყვევებს, ანუ რაც ჩვენ აი ეს უკვე ჩვენი ნებისგან მოდის, რომ ამას ვიღებთ და რაც ჩვენ როცა ჩვენ ეს ბრძოლა მიდის, ოღონდ გულს არ უნდა ამის მიღება, ხო? ესე იგი ამით ხვდებით, რომ ეს არ არის ჩვენგან ჩვენი სურვილით წამოსული, ჩვენი სურვილით წამოსული. ამიტომ ესე შეხედოს ამ საკითხს. კეთილი. მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო? დიახ, გისმენთ. გისმენთ. ეთერში ხართ ისაუბრეთ. ძალიან ცოტა ყურადღები მომისმინეთ. ერთხელ კიდევ მოგეჩით შეკითხვა, მაგრამ რაღაც გაუკვევლობა მოხდა. გისმენთ ქალბატონო, აბა გისმენთ. დიახ. კი ბატონო, ისაუბრეთ, გისმენთ გულისხმობით. რამოდენიმე წლის წინ ვარ. აი, სახარებას მიხედვით ამიხსნეს, მე იმას ხელმწიფებანი ქვია. პავლე მოციქული მედგა წინ, პავლე მოციქული და ის ყოფილა ნაყვავილარი, ხელმწიფებან ქვია ნაყვავილარი, ასე მითხრა. ისაუბრეთ. ხო და თქვენს ტელევიზორს დაუწიეთ, რომ თქვენი ხმა არ გამეორდეს. რა მოხდა? ვინ მოდიოდა? ჯიბეში რა ედო იმ კაცის შემეძლო? ტელევიზორს. რომელიც სული იყო, ყველაფერის ლაპარაკი შემეძლო. რა დაუშავებია, რა ასე ვიყავ, მაგრამ მამაოს რო შევეკითხეთ, ძვირფასო. ისაუბრეთ. საიდან მოგანცო ასეთიო, კაცო, საჭერიაო, ბატონებიო, ასე მითხრა. ეს ხელმწიფება ხო და იცის კინაღამ გული გამისკდა, მამაო მოვკდი კინაღამ, ისე გამნერვიულდი ამაზე. ესე იგი, რაც მოხდებოდა, რაც მოხდა, ყველაფერზე ამიხსნა. ვინ იყო დამნაშავე რაღაცა. ესე იგი, ახლო რომ ვილაპარაკოთ, მე და თქვენ რო ლაპარაკობ. დიახ, ისაუბრეთ, ნუ ჩერდებით, ისაუბრეთ. თქვენი ხმა მეორდება ეთყობა და ტელევიზორს დაუწიეთ და ისაუბრეთ. ყველაფერი მამაო, რაც მაშინ მითხრეს და ხელახლა რომ დავრეკო არ უშველის ხელახლა და არ ყო, უბრალოდ თქვენს ტელევიზორს დაუწიეთ და ისაუბრეთ. ტელევიზორს დაუწიეთ, თქვენ ტელევიზორს. ხმა უმეორდება და იმიტომ აქვს პაუზები. რა ვიცი, მამაო, ვერ გავიგე ხო ცოტა აზრი.
ანუ გამოცხადებაზე ლაპარაკობ და გამოცხადება ქონდა, მე მგონი რაღაცა ბატონები ქონდა თუ ცოტა ეს ხელმწიფე ბატონები ცოტა ვერ გავიქრა. ნუ რა ძალიან ცუდად ისმოდა, მე პირად კარგად ვერ გავიგე. რამოდენიმე წლის წინო და ჩვენ ქრისტიანული სწავლება გვავალებს, რომ ჩვენ გულში ჩავიხედოთ რა, ნუ მივაქცევთ ამ გამოცხადებებს ყურს, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს მადლი მოხვეჭილი, რომ გავარკვიოთ საიდან მოდის ეს გამოცხადება, მაგრამ აი ეს ვერ გავიგეს ბატონები რას უკავშირდებოდა მისი და ეს რაღაც ხელმწიფებაო და რაღაცა რას უკავშირდებოდა, რაღაც ეს ვერ მივხვდი ეს ამბავი. თუ მოკლედ ამას თუ ავიღებთ, რომ რაღაც გამოცხადება მქონდა და რაღაც ყველაფერი ამისრულდა და რაღაცა ესე იგი როგორ უნდა უთხრათ, ვანუგეშოთ იმით, რომ მამები ესე გვასწავლიან, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე ხირული სახით არ გვჭირდება არც პავლე მოციქულს ახსენებ და არც პავლე მოციქულის, არც რომელიმე წმინდანის გამოცხადება მით არც უფლის, არამედ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სული გახდეს იმ უნარის, რომ საუკუნოდ ვიყოთ უფალთან. ამიტომ მაგრამ იფიქროს უფრო ამაზე, რომ არა აქ რა გამომეცხადა და რა ამისრულდა ეს კიდე ახლა რაღაც ცოტა ისეთი ის იყო რა. აი ეს ვერ გავიგეს ბატონები რას ნიშნავდა თვითონ და რაღაც ეს კონტექსტი რა. კი ბატონო. მაყურებელია. მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობათ მამაკურა. მამა ირაკლი გახობთ ჩვენი სტუმარი. ბატონო. მამა ირაკლი არის ჩვენი სტუმარი. და სანამ ახალგაზრდა ვიყავი, არ მქონდა ეს პრობლემა. კარგად ვიზნობდი თავს, მაგრამ რატო ასაკში შევდივარ? აი, დღისით არ ამიშავს, რა თქმა უნდა, დღისით არ ამიშავს, მაგრამ ვამე ძილის რომ წვევი დასაძინებლად შიშები მიპყრობთ. ყველანაირად ვცდილობ რომ ეს შიშე არა განა, რამის ამისია უბრალოდ რაღაცნაირად სამიტაინში გული მეკუმჩება. რაღაცნაირად აი ასაკში რაც შევედი და როგორ მოვიქცე. თქვით ფსალმუნის სიტყვები, უფალ ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისი მეშინოდეს. ან აღზრდენ ღმერთი და განებდნენ ყოველი მტერნი მისნი და იტოდნენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა. ან უფალო იესო ქრისტე ძეუხთისაო შემიწყალე მეცოდვილ. კი ბატონო. ესე იგი გიორგი გზას მაინტერესებს რიცხვი 666-ო არის თუ არა ხეცის რიცხვი და არის თუ არა სატანისეულიო აპოკალიფსში რომ წერიაო. ეხლა საქმე რაშია რომ აპოკალიფსი არის ჭეშმარიტება, ხო, მთელი წმინდა წერილი. აპოკალიფსი წმინდა არის იმის წმინდა ანდრია კესარიელის განმარტება ფორმეშლება მამა გურამ ხო და როგორც ესეთი განმარტება აპოკალიფსის მამებში მაინც და მაინც არ არის. რატო ახლა უფრო რომ აპოკალიფსი იყო შინაგანი გამოფხიზლი, ანუ რომ შინაგანი ღვიძარება და სიფხიზლე არ დაეკარგათ ქრისტიანებს. თუ რა მოხდება რა ელის კაცობრიობას და რა ჟამი დადგება და რომელიც ყოშილება ყოველთვის მოხდეს. ამიტომ ამაზე აქცენტირება ეხლა რომ რა თქმა უნდა სწავლებით ესია რომ ხეცის ნიშანია, ბოროტის სულის ნიშანია, მაგრამ რაღაცა ესეთი ჩაძიება ამის და ამის ამოხსნა არაფერს არ იძლევა რა. ხო, იმისთვის რომ სული გადარჩეს. სულის გადარჩენა, აი წეგან ჩვენ საუბრობდით სინანულზე და უფრო კარგი არის რომ როგორც ვამბობთ მოვიპოვოთ დავინახოთ ჩვენი ცოდვები სინანული ვიცხოვროთ სიმდაბლით რაც სახარების ცნებებია. ეხლა ეს სამი ნუ არის ესეთი მსმენია ესეთი 3-6-იანზე რომ
ახლა მე არ ვამტკიცებს რომ ესეა თუ რაღაც ესე მსმენია რომ ის სამყარო შეიქმნა 6 დღეში ხო ეს ფორმირება მოხდა ბიბლია როგორც გვასწავლის ღვთის მიერ ხო და 3-6-იანი ნიშნავს უკვე ადამიანის მთლიანად გამატერიალებას ხო და დღევანდელი კაცობრიობის ცხოვრება და მათ შორის ჩვენი ქრისტიანების ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ალბათ ამაში მდგომარეობს რომ ადამიანები უფრო კარგავთ სულიერი ცხოვრების შინაარს და რაღაცნაირად ახლა მეორე მხრივ რეალობა ამ ქვეყნიური ცხოვრება და ოფლითა პურთა შენითა ჭამე პური შენივა ნუ შრომით და ადამიანის სხეულებრივ ცხოვრებას ეს აუცილებლობა ესაჭიროება მაგრამ თითქოს ხო ამიტომ ეს არის აქ დილება იმაში რომ ბოროტს უნდა რომ ადამიანმა თავი გააგიოს სხეულის კულტად აი თუ შეხლა ძალიან კადრინად არ უნდა გამომივიდეს და რაღაც მაღალი დიდაქტიკურად მაგრამ პრობლემა ეს სწორედ ბრძოლა იმაშია რომ რაღაცელი ეს აგებულია სხეულის კულტზე ხო და ну а ეს დავუშვათ აი 3-6-იანი რომ ადამიანს მაგრამ ახლა თვითონ ეს ხეცი ამის ამოხსნა არაფერს არ ძლევა რა ჩავიხედოთ ჩვენ გულში და ღმერთთან შეხვედრის ესე წამიკითხავს განსაკუთრებული ორი ადგილი არსებობს რა ადამიანის გულში და ტაძარში რა ოღონდ ისევ აი ამაზე დაფუძნებით რა ხო ეგრე ფარისევლებიც ელოდებოდნენ მესიას და უნდათ შეხვედრა მაგრამ ანუ ხო მაგრამ რატო არ მიიღეს ხო ანუ მათი გული საკუთარ თავში ვერ ხედავდნენ ცოდვას, მათ წინ იდგა განკაცებული მესია. ვერ შეიცნეს. ხო და ვერ შეიცნეს, იმიტომ საკუთარ თავში ვერ ხედავდნენ ცოდვას, რომ გადამრჩენელი შეეცნოთ. ხო ამ შემთხვევაში ხო და ამიტომ აი ესეთნაირად უნდა მოვიქცეთ ესეთი რაღაცების ჩაძიება. არაფერს არ მოხდა. შეიძლება პირიქით სულ უფრო შინაგანი აფორიაქება გამოიწვიოს და სულ სახარების ცნებებიდან სულ გადაახვევინოს ადამიანს და ასე რომ პატივცემულს ჯობია ესე ცნებებით გააგრძელოს ცხოვრება. კეთილი კვლავ მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ? მამებო გაიხარ. აგლოცოთ ხმართ. იხარით პორტალთა შუშინა. დიდი მადლობა, ასევე. ამოდაც მეკითხებით. ცუდად ისმის. ეკლესიის მრევლი ვარ. რამე დაგიქრა, დაზემული მოგიყვება თქვენ მინდა შეცემა. 30 წლის ასაკში უფალის ნებართვით მასწემ გაიყონა ჩემი სული ამ ქვეყნიდან. ვიხილე მესამე ზეცა. ვიხილე 64 და ვიხილე ყდია. ყდიაჩი მამი ჩემი სული ვიხილე 64-ში დედისა და 7 ძმისა და ჩემი ბავშვების სული ვიხილე. გამიდე ახლა. მშობელი მამა ითხოვს დახმარება შევწეულს. ევრნაირი ლოცვი გეორნე ყველაფერი ჩავატარე, მაგრამ დიდი ვერ უშვენ. თუ არის პრაქტიკაში თქვენთან, რა დავაკეთო? შეიძლება მისცეთ რომ უფალმა ნებადართოს და შემოსეს თავისი სამოსილი. ალოს. მადლობა ზარისთ. ვერ გავიგე, ესე 30 წლის წინო ღმერთმა გაიყონა ჩემი სულიო. ხო, ხილო ჩემი ესენი მამა ჩემი ნახეო ჩემი ძმები. და მამა და მამა ითხოვსო დახმარებას. ხო, და ესენი 60-ში ნახეო ხო. თუ მამა იყო ნათელღებული მართლმადიდებლურად და თუ აღსარება და ზიარება რაც არის ეკლესიის წესით განწესებული, მაშინ ყველაზე დიდი შეწევნა არის მისთვის შეკვეთილ წირვას რო ეძახიან, ეს არის ეკლესიის სწავლებით, ასევე პანაშვიდების გადახდა, მოწყალების გაცემა. ну შეიძლება გავითვალისწინოთ ესეთი მდგომარეობა, რომ ძველი თაობის ხალხს გამოვლილი აქვს ეს ათეისტური პერიოდი და რაღაცა, თუ ნამდვილად ნათელღებულია მართლმადიდებლობით, ღმერთი წამდა, არ იყო ათეისტი, არ გმობდა, ხო, რაღაცნაირად მაინც კიდევ შეიძლება რომ ვილოცოთ რახანთ ესეთ ეპოქაში იყო, ეს არის ეკლესიის სწავლების დახმარება. კი ბატონო. მარია მიგწერს
გრიგორიანელების სიმღერებზე რა სიტყვით ქრისტიანულ სიმღერებს მღერიანოდა შეიძლება მათი მოსმენაო? გრიგორიანელებს მიიჩნევს მონოფიზიტები, ანუ ასე ვთქვათ. ისე თვითონ მან ესე უნდა ვთქვათ, რომ თვითონ გრიგოლი, ვინც მოაქცია ეს ხალხი, იყო არის წმინდანი ქრისტიანობაში. იმაზე, რასაც ქრისტიანული ცხოვნების გზა ქვია, მაგაზრით გრიგორიანელები არ არიან, ვინც აღიარებენ თავის, ეხლა როგორც მამამთავარ შეიძლება, იმიტომ რომ მერე მათ გადაუხვიეს ქრისტიანულ, ანუ ჩავარდნენ მწვალებლობაში, მონოფიზიტო მწვალებლობა მოგეხსენებათ ეხლა აღარ ხო და ამიტომ ეს უნდა განვაცხაოთ რა, მაინც ეხლა უფრო ესე ვახსენებთ გრიგორიანელებს. რაც შეეხება ეხლა სიმღერებს, რა ვიცი, ეხლა დიდი მარხვა არის და რომც არ იყოს დიდი მარხვა, ეხლა რას იძლევა ეს სიმღერები მისი სულისთვის? ანუ სულის მაცხოვნებელი ადამიანი თავის ცხოვრებაში მას უნდა ხედავდეს, რომ მისი სული ცარიელდება თუ ივსება, ხო და ახლა არაფერი მე ვუჩევდი, რომ ალბათ არა და მოიკრიბოს ყურადღება ლოცვაზე, ქრისტიანულ ლოცვაზე თუ მართლმადიდებელია, მით უმეტესად თუ არ არის, მაშინ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში უნდა მოექცეს, მაცხოვნებელი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. კი ბატონო, გიორგი გწერს, ესე იგი, რატომ ატარებენო სასულიერო პირები წვერსო? უფალი ჩვენი მაცხოვარი, ხო, წვერს ხატებზე ხო ხედავთ, რომ წვერს ატარებდა და ანუ რა წვერს ახლა ერისკაცებიც ატარებენ ეგრე, ახლა განსასხვავებლად არის შესამოსელი, ხო და ამით გამოიხატება ერისკაცის წვერის ტარება სამღვდელო პირისგან. რაღაც ადრე კი მოხდა მაშინ რუსეთში პეტრე პირველის დროს რაღაც ესეთი, მაგრამ იმას დავანებოთ თავი და ამიტომ უფალი მაცხოვარი თავის გარეგნობით, რასაც გამოხატავდა, მღვდელიც დედამიწაზე აი წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელს აქვს ესეთი სიტყვები, რომ მღვდელი ქრისტეს განასახიერებს რა, ასე ხლა აზრი მოვიტანო და ამიტომ მღვდელი ამით უნდა გამოირჩეოდეს, ერთ-ერთი მისი გარეგნული სახე არის ეს წვერის ტარება, რომ განსხვავება იყოს. კი ბატონო. და მსგავსებულობაც კიდევ უფლის გარეგნულ ყველაფერში, შინაგანში და გარეგნულში. კი ბატონო. საური გწერს ესეთ კითხვას, რომ როგორც ვიციო, ქრისტე ქრისტიანი იყო, ესეთ რამეს გწერს. მე ვერ ვნახე ვერსად, რომ ის მართლმადიდებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას. გულისხმობ წმინდა სამებას ასევე. მაინტერესებს ქრისტიანი, კათოლიკე და მართლმადიდებელი ამ სამივე სარწმუნოებაში რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური სწორი გზა? რა თქმა უნდა, კარგი და წესიერი ცხოვრების ადამიანებს გულისხმობ. ისე არ გამიგოთ, რომ მართლმადიდებლობა ავტომატურად 60-ში შესვლას ნიშნავდეს. საინტერესო კითხვაა. ნუ დავიწყოთ ბოლოდან. ცხადია, მართლმადიდებლობა ავტომატურად 60-ში შესვლას არ ნიშნავს, მაგრამ მართლმადიდებლობა რო ერთადერთი გზა არის დედამიწის ზურგზე, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღი, მადლის წიაღი საცხოვნებელი, ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა. აი, ხო, ესე იგი, როგორ გავცეთ პასუხი, რომ უფალი სახარებაში ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ მე ვარ ვენახი, მოციქულებს ეუნება, მათი სახით ქრისტიანი, თქვენ ახართ ტოტები. თუ ეს ტოტი ვენახზე იქნება დამაგრებული, მაშინ ის გამოიღებს ნაყოფს, ხო, ანუ იცოცხლებს. თუ ტოტი მოკვეთილი იქნება, მაშინ გახმება და დაიწვება. ანუ ცხადია, თავდაპირველად ქრისტიანობა ერთს მოიცავდა დედამიწის ზურგზე ქრისტიანული სარწმუნოება, ხო? მით უმეტეს იმ ეპოქაში მრავალღმერთიანობა და იუდაიზმი არსებობდა. მაგრამ შემდგომ ვინც განუხრელად, შეუცვლელად, დაუმახინჯებლად დაიცვა სწორედ ეს ქრისტეს სწავლება და არის ქრისტეს როგორც ვენახზე ტოტი მიმაგრებული, საიდანაც
იღებს ხო ვენახი, ანუ მიწიდან აწვდის და გამოაქვს ნაყოფი და არ ხმება. აი ამ კუთხით რო ავხსნათ სახარებისეულად მართლმადიდებლობა არის უცვლელი, რაც უფალმა იქადაგა და რაც მისმა მოციქულებმა გადმოგვცეს და რაც მე მემკვიდრე მამება. ხოლო ვინც ამ სწავლებას გადაუხვია, შესაძლოა ქრისტიანული სახელწოდება კი შეინარჩუნა, მაგრამ აი ეს თავდაპირველი ქრისტიანული სწავლების, სახარების სწავლების მაცხოვნებელი გზის მოახდინა და გადახვევა გზიდან უკვე დაემსგავსა მოტეხილ ტოც, რომელიც გახმეს და დაიწვეს უფალი სახარებაში ამბობს. თვითონ ტერმინი ყველა მართლმადიდებელი იყო, იმიტომ რომ თვითონ სიტყვა მიგვანიშნებს, რომ მართლად დიდება, ხო? ახლა ჩვენ სხვა ადამიანების რელიგიურ გზნობებზე და არჩევანს ნამდვილად ახლა არ იმაშვებით, ახლა თვითონ იცის ადამიანები, ახლა კათოლიკები ახსენა და ასე შემდეგ. და როგორც ადამიანებს, იგივე ჩვენი მართლმადიდებლობა გასწავლის, რომ ნებისმიერ ადამიანს როგორც ღვთის ხატებას ყოფით დონეზე ჩვენ პატივს ვცემთ, ურთიერთობთ და ასე შემდეგ. თუ დახმარება უნდა, დახმარებასაც უწევთ. მაგრამ ანუ ეს არის ადამიანური შემწყნარებლობა. მაგრამ სარწმუნოებრივი შემწყნარებლობა ეს უკვე შეუძლებელია, იმიტომ რომ ჭეშმარიტება და სიცრუე ერთად ვერ შეთავსდება. ხო, ამიტომ როდესაც აღმოსავლეთში მომძლავრდა ისლამის რაღაც ესე მიცინე ისლამის რელიგია, მე მოხდა ბევრი მანამდე მონოფიზიტობა, მონოთელიტობა და ასე შემდეგ, ხოლო დასავლეთში უფრო არ იყო ასეთი სიძლიერით, თვითონ კათოლიკე რაც საყოველთაობას ნიშნავს, დამკვიდრდა დასავლეთში, ხოლო აღმოსავლეთში დარჩა მართლმადიდებლობა. ესე შეიძლება ესე ვიტყოდი მე ამ განყოფის მერე ეს ტერმინები რატო დარჩა იქით ისე და აქეთ ისე. ოღონდ დედააზრი ამაში მდგომარეობს, რომ ქრისტიანობა იყო თავდაერთი, ეს ერთი იყო მართლმადიდებლობა, სადაც დარჩა უცვლელი სწავლება, ის არის მაცხოვნებელი. ხოლო ვინც მას მოწყდა თავისი არჩევანით, თვითონ სახელწოდებებიც მე როგორ ხო აი ან არის თვითონ სწავლების სახელწოდება, აი მონოფიზიტი, მონოთელი, მაშინ რო იყო და მე თვითონ კათოლიციზმის ათასნაირ პროტესტანტიზმად დაიყვა და იმის მიმდევარი ამის უკვე სახელწოდებით ან ძველად ნესტორიანი მე ლუთე. ანუ ხო და ქრისტიანობის, ანუ განკაცებული ღმერთია საფუძველი, ხო? პავლე მოციქული რო ამბობს, რომ სხვა საფუძველის დადება შეუძლებელია. ანუ ამ საფუძველზე ვინც აშენებს, ეს არის ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია, ხო და აქედანაც ჩანს, რომ აქ არის სწორედ ეს მართლად დიდება ღმერთის შენარჩუნებული და ცხონების გზა და იქ კიდე სადაც სწავლების თუ პიროვნებების სახელწოდებით არის იმ გზით, ახლა ზოგადი სახელწოდებით შეიძლება ქრისტიანობა კი ქვიათ. მაინც ახლა თუ ძალიან არ გამიგზელდა. არა, მშვენიერია, მაყურებელია, მოვისმინოთ. კითხვა გისმენთ, ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გაითიშა როგორც ჩანს. გავაგრძელოთ მაშინ Facebook კითხვები. ანუ კი გწერს ესეთ კითხვას, თუ შეიძლება 7 გზის ზეთი რამდენჯერმე ვიცხო სხვადასხვა ტაძარშია, მაგალითად 3-ჯერო. თუ მხოლოდ ერთხელ შეიძლებაო. ხო, ისე ვიდრე გავცემდი, ანუ წინა კითხვაზე რო ვთქვი, რომ აღმოსავლეთში, უბრალოდ თითქოს აღმოსავლეთში ამ ისლამის რელიგიამ და ამ ყველაფერმა რიცხობრივად თითქოს შეამცირა ქრისტიანობა და დასავლეთში არა და ამიტომ აქეთ დარჩა ეს მინდა ახსნა. რაც შეეხება ზეთისხებას, ზეთისხება დადგენილია ზეთისხების საიდუმლო ზოგადად სულიერი ცნეულებისთვის, კონკრეტულად ეკლესიური ადამიანისთვის, როდესაც უკვე დაემართება სერიოზული სულიერი ცნეულება, ფიზიკური ცნეულება, სულიერი ფიზიკური ცნეულება და აი ამ ფიზიკური ცნეულების კურნებისთვის ასევე სწავლების თანახმად ზეთისხება შეიცავს დავიწყებული ცოდვების მიტევებას. მაგრამ ეკლესია ყველასთვის, ისე რომ ავიღოთ ცოტა გვერდიდან, ყველას რაღაცას გჭირს ამ გაგებით, ახლა სხვა არის როცა ძალიან რთულია მდგომარეობა ფიზიკურად, მაგრამ ამიტომ ეკლესიამ ყველასთვის დიდ მარხვაში დააწესა თავისი შვილებისთვის, წევრებისთვის ზეთისხება ერთჯერადად წელიწადში. ამის გამო, ნუ ახლა ჩვენ უბრალოდ რომ ახლა ამ კვირაშიც ვიცხე, იმ კვირაშიც ვიცხე,
ახლა ამით ღმერთს ხო არ გამოვცდით არა, რაღაც ცოტა ესეთი რაღაცა გამოდის. კი, შეიძლება ახლა მოხდეს ისე, რომ დაუშვათ იცხო ადამიანმა რაღაცა და მე მოხდა ისე, რომ შეიძლება რაღაცნაირად, მაგრამ ესეთი თვითონ ამის სურვილით და არჩევანით, რომ ახლა კიდევ ვიწყო რაღაც ეს ღმერთის გამოცდა გამოდის. მივიღოთ ისე, როგორც არის სწავლება რა. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის. 60-ში ადამიანს და ევას ჰქონდათ სრული სიყვარული. არა მარტო მათ, ყველა იქ მყოფს. ვიცით რომ იქ იყო აღუწერელი სასწაულებრივი უსაზღრო სიყვარული. საინტერესოა, მაშინ იქ ცბიერ არსებას, როგორიც არის გველი, რა უნდოდაო, როგორ მოხვდა მანდო? საინტერესო კითხვა ესაც. ხო, მაგი რთულიც არის ერთი მხრივ და მეორე მხრივ იეულიც არის ესე იგი რომ გავიგოთ ეგ. ეხლა რთული არის როგორ? თუ ჩვენ ამას შევხედავთ მხოლოდ ცოდნის კუთხით და რაციონალურად ეს ამოუხსნელია. და თუ მივიღებთ წმენის კუთხით ღვთის განგებულებას ვერ ჩაწვდება ბოლომდე ადამიანი თუ რატომ მოხდა რომ როგორ ვთქვათ ესე იგი ღვთის განგებამ ესე იგი ედემის ბაღში მაცდური შეუშვა რა თუ როგორ შეიყვანა უფრო სწორედ რო ვთქვათ. ხო, ამიტომ ჩვენ მივიღოთ ისე როგორც არის, ნუ დავიწყებთ ამის ამოხსნას, მივიღოთ ეს რწმენით. იმიტომ რომ ლოგიკური მსჯელობით ამათ ვერ ამოხსნით. და რაც შეეხება სიყვარულს, აქ არანაირ ახლა ამ სიყვარულსაც გარჩევა უნდა. სიყვარული რა გაგებითაც შეიძლება ახლა არ ვიცი პატივსემმა რა იგულისხმა, მაგრამ თუ იმ გაგებით რაც მიწიერ სიყვარულს წარმოადგენს, რაღაცა უფრო უარესი ნებიან სიყვარულს წარმოადგენს და რაღაცა ეს საერთოდ სიყვარული არ ქვია ამას. თუ ავიღებთ როგორც დაუშვათ ოჯახურს ექნული, ამის დაშვებაც გამორიცხულა. აქ იყო მათი ცხოვრების ესე იგი ისინი ცხოვრობდნენ ღვთის სიყვარულით. კი, დედაკაცი ნეკნისაგან შეიქმნა და როგორც არის ნათქვამი შემდგომ დაუტეოს მამა და დედა და შეერთოს სულსათვისა და იყვნენ ერთ ხორცს, როგორც ეს თუ ავიღებთ, ესე იგი ამ გაგებით, მაგრამ ამ სიყვარულზეც უნდა აღვნიშნოთ ეს, რომ მათი ცხოვრების შინაარსი იყო ღვთის სიყვარული. აი ეს არის იყო მაშინ ეს ცოდვა მოიტანა მის დაკარგვა და დღესაც ცოდვის მდგომარეობაში ყოფი ადამიანისთვისაც ცხოვრების აზრი და მიზანი არის სწორედ ღვთის სიყვარულთან დაბრუნება. ოღონდ ღვთის სიყვარულთან დაბრუნება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამები როგორც თავში აღვნიშნეთ, გადის საკუთარი ცოდვების ხედვაზე და მისგან შობილ სინანულზე. აი როგორ ვთქვათ, უფალი არის სიყვარული. და იოანე ნათლისმცემელი არის მოძღვარი სინანულის, რომელიც ამზადებდა ხალხს სიყვარულთან მისასვლელად. თუ დავადგებით სინანულის გზას, ჩვენი გადარჩენა იქნება ქრისტეში სიყვარული. აი ეს არის აზრი. ნუ იქ რატო დაუშვა, მაგას უნდა მივიღოთ მაგაზე ნუ არ ვიცი, შეიძლება იყოს რამე პასუხი ღვთისმეტყველებში, წმინდა მამებში, მაგრამ უნდა მივიღოთ რწმენით, რომ გამომცდელი იქნა შეყვანილი ედემის ბაღში. კეთილი. მიშა გვწერს, თუ შეიძლება რომ აგვიხსნათო საცეცხლურის მნიშვნელობა, აი კმევის რიტუალის მნიშვნელობა და სანზალაკების რაოდენობის მნიშვნელობა. ხო, რაოდენობა ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს, ახლა რაოდენობას მე მგონია ხო, მაგრამ ეს არის უფრო სიმბოლური მხარე. ყოველი სული აქებდით უფალსა, ხო, ესე იგი ანგელოზები უგალობენ ღმერთს და ქრისტიანებიც უგალობენ ღმერთს და როგორც ლოცვა აი როგორ ვამბობ ჩვენ საკმეულისა შევწირავთ ჩვენ და ქრისტე ღმერთო სუნაცულისა შეიწირე ზეცისა შენსა სასუფეველისა. ხო, აი ამის გამოხატულია, რომ აი ანუ ჩვენი შინაგანი დამოკიდებულების აი სწრაფვა ღმერთისკენ, აი ეს აღვლენილი და ნაცვლად გარდამოვლილი საფრთხო მადლის სულისა წმინდისა. აი ეს კი ბატონო, კეთილი.
ესეთი კითხვა არის გელაკ წერს, როდესაც გონებაში მოგდის ბოროტისგან აზრები. ეს კითხვა იყო უკვე რა მეორედ რატო დაწვეს არ ვიცი. ანდრია კრიტელის სავედრებელო ლოცვაშიო სამგზის სანატრელო რას ნიშნავსო? ესე იგი ხო ეს აღმატებული სულიერების თვითონ მან ეხლა კეთილი ამ კითხვისთვის, მაგრამ მაგაზე კი არ ემათ ყურადღება მისაქცევი ეს უბრალოდ მორიდებული რჩევისა. თვითონ სამგზის სანატრელოც იქიდან გამოდის, რომ რა ლოცვაც არის გადმოცემული. აი ეს ქმნის თელ შინაგან გაწყობას და რაც ესე იგი როგორი ლოცვა არის, ხო, როგორი იწყება, საიდან ვინა ვიწყო გლოვა და საიდან აღორაცხო ჩემი ცოდვები, რომ ამიტომ ამ მამამ რომ ამხელა ადამიანის შინაგანი დაცემულობის და მისი გადარჩენის სინანულის გზით, აი მარხვის დედააზე ღმერთთან მიყვანის გზის ლოცვა მოგცა, ამიტომაც არის სამგზის სანატრელი. მაგრამ თავარია კიდევ არის ერთი რაღაცა, რომ მაგ ლოცვაში არის ძალიან კარგი კონდაქს ეძახიან, ხო, არის ტროპარი კონდაკი, რომ აი ახლა რახან თქვით, რომ მარხვა არის, დიდი მარხვა და აი სწორედ რაზე ვიფიქროთ. სულო ჩემო, აღდეგ რასა გძინავს, აღსასრული მოახლოებულ არს და გეგულების აღშფოთება. ანუ ყოველ ნაბიჯზე, აი როგორ არცი, აი თენდება, ღამდება და არის ესეთი ხატოვანი გამოთქვა, რომ ეს დღე და ღამე მაკრატლის ორ პირს წააგავს, რომელიც ჩვენი ცხოვრების ძაბს თანდათანობით ჭრის, რომელიც მარადიულობის იმაზე გადის და ამიტომ აი ეს გამოგვიძება, აი ეს ყურადღება მისაქცევლო გეგულების აღშფოთება, რომ ქრისტეს წინაშე რო წარდგები, როგორ იდგები, ხო? იქ უფალი სახარებაში ნახე როგორ რაღაცა, რომ არა გიცით, გამეშორენით. ვის ეტყვის ამას უფალი? ვინც გარეშეები არიან, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ის ისედაც როგორც გარეშე ისე განისჯება. მაგრამ აქ ჩვენ როგორც ქრისტიანები ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ქრისტიანის წიაღში ვართ, ხო, უფალო არა სახელთა შენთან და არა გიცნით ეტყვის უფალი. ამიტომ აი ეს რომ გაიღვიძე რამე თუ შეგიწყალოს ქრისტემა ღმერთმა, რომელი ყოველგან არსა, ყოველსავე აღავსებს. ანუ აი ესაც არის საფუძველი მამების და წმინდა სამგზის სანატრელი ანდრია კრიტელის აი ამ დაგვიდგინა ლოცვა. კეთილი. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დიახ, გისმენთ. თქვენ დაგისვათ კითხვა? ეთერში ხართ უკვე ისაუბრეთ. ისაუბრეთ. რა მაინტერესებს? დიახ. ბიბლიაში წავიკითხე, მოსემ რომ ებრაელი ხალხი გამოიყვანა ეგვიპტის მონობიდან. მოსე არ შეუშვეს ისრაელში და მიზეზი მაინტერესებს ძალიან. გასაგები. მადლობა კითხვის. ხო, ესე იგი, ესე მახსოვს მე რომ კარგია ადამიანის ეს დაინტერესებულიც არის ანუ ბიბლიით და თუ რაღაც თქვენც მომეხმარეთ მაინც ამ კითხვის პასუხზე გასაცემად რომ მოსე არ შევიდა ეგვიპტეში და რატო არ შევიდა ხო ეს კითხვა დასვა ხო ესე იგი როგორც მამათა სწავლებიდან მახსოვს ძველი აღთქმა ესე იგი თვითონ მოსე წინასწარმეტყველიც ხო მოუწოდებს რომ ხსნელი უნდა მოვიდეს და მთელი ძველი აღთქმა ამაზე აგებული და ებრაელ ერს რომ მოსე ესე იგი მე სახარებაშიც როგორ არის ფარისევლები რომ აი მოსეს იშველებენ და ჩვენ მოწაფენი მოსესნი ვართ ანუ მოხდებოდა ისეთი რაღაცა რომ მოსეს ადგილსამყოფელი რო ყოფილიყო რაღაც ერთგვარ გაკეტყება მოხდებოდა და დაიკარგებოდა მთავარი რომ მოსე ღმერთისკენ მიუძღოდა და ანუ იმას ასწავლიდა რომ მესია უნდა მოსულიყო და მათი შინაგანი მდგომარეობა შეიძლება ჩაეთვალა რომ ამიტომ რაღაცა რომ მის ადგილა აი მისი სამყოფელი მისი ადგილი მიეღო როგორც უკვე რა თქმა უნდა რაღაცა ესე გავცემდი ხალხის ესე გავცემდი პასუხს ბატონს რომ აი არ მომხდარიყო ამ ერის მიერ მოსეს ღმერთზე მეტად განდიდება კი ბატონო კი ნამდვილად ეს მოსე წინასწარმეტყველას
კეთილი. ესეთი კითხვა. ჯვარზე გაკვრის იმავე დღეს ჩავიდა ქრისტე ჯოჯოხეთში მართალი სულების ამოსაყვანად და კონკრეტულად სად მდებარეობსო ეს ადგილიო? ხო ეს ახლა საღვთისმეტყველო კითხვებია, ადამიანებს აინტერესებთ. ესე კონკრეტულად მაგას სად მდებარეობს, ანუ ამის გაგება მატერიალური კუთხით არ შეიძლება. მე თუ არ მეშლება, მე მგონი არის მამებში, ესაც ალბათ უფრო რაღაც მიწის სიღრმეში რაღაცნაირად, მაგრამ მატერიალური გაგებით არ შეიძლება ამის წარმოდგენა, რომ ეს არის ადამიანის სულის მდგომარეობა. აი ნახეთ როგორ არის ზიარების წინა და სამადლობლო ლოცვებში აწერია, ხო, რომ სანამ ესე იგი ერთ-ერთ ადგილ, ხო და ღმერთო მომიტევა ის წინა ლოცვებში რა, რომ ცოდვილი, გამწმინდე და ასე შემდეგ, თუ არ ვწდები დიდი ლოცვები როა მეორე ლოცვაში წერია, რომ და ღირსი გამხადე სასუფევლის თვისებისო რა. და სამადლობელშიც არის რომ მექმნას განმანათლებლად, საკურნებლად და თვისებად სუფევისა შენისა. ანუ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უნდა იყოს იმისა, როგორც შეესაბამება ან ერთ, ან მეორე მდგომარეობა. თვითონ წეგან ჩვენ ადამ და ევაზე როცა ვსაუბრობდით, რა მოხდა იქ, რომ მათ ანუ ცოდვის შედეგად შინაგანი სამოთხე დაკარგეს, ვიდრე გარეგანი სამოთხე. ამიტომ გარეგან სამოთხეში გაჩერება მათთვის უკვე ტანჯა გახდა. მადლი შინაგანი დაკარგეს და უკვე იქ ღმერთთან ურთიერთობა, ის რაც იყო ჰარმონია, ეს გახდა გაუსაძლისი უკვე მათთვის და ხო და ამიტომ ეს ჯოჯოხეთი ესე არ უნდა გავიგოთ, ეს მდგომარეობა და კიდე იყო მანდა ესე იგი რას გვეკითხებოდა, სად მდებარეობსო და მართალთა ჩასულა, ხო. ну, როგორც სახარება გვასწავლის, რა თქმა უნდა, მიიდრიკა უფალმან თავი და განუტევა სული და ჩავიდა ჯოჯოხეთში. კი. კეთილი, მაყურებელია, ისე მოვისმინოთ კითხვა, გისმეთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გისმეთ დასვით კითხვა. მშვიდობა. გაიხარეთ, მე მშვიდობა მოგცეთ. მადლობთ. ასეთი შეკითხვა მაქვს, ვიხსენიებ, რა თქმა უნდა, მიცვალებულებს. მაგრამ მაინტერესებს, ვინ არ უნდა მოვიხსენიო? ეხლა ბებიები, ბაბუები, ბიძები არის ისეთი, რომლებიც არ იყვნენ მორწმუნეები და როგორ უნდა განსაზღვრო ეს მე მოხსენიებაში? მადლობა კითხვისთვის. ну, თუ იცის ნამდვილად ადამიანმა რომ მორწმუნეები არ იყვნენ, ხო, ეხლა აქ როგორ არის, იგი კვეთაში არ უნდა მოვიხსენიოთ. თუ ეხლა ათეისტი იყო, ანუ ღმერთს უარყოფდა, პანაშვიდშიც უფრო არ უნდა მოვიხსენოდა. შეიძლება არის კიდევ საკუთარი სიტყვებით შევედრება, რომ ღმერთო რამდენადაც შესაძლებელია შეუმსუბუქე იმ ქვეყნური ხვედრი. თუ ვიცით ადამიანზე როგორი იყო და იყო ეკლესიური, მაშინ ხო აი მოკლედ არ ვიხსენიებთ ვინც არ არის მონათლული მართლმადიდებლურად, ან ესე უფრო რაღაც ესეთი კატეგორია არის მონათლული, მაგრამ არის ათეისტი და ესე იგი ურწმუნოა, მონათლული იყო, მაგრამ სხვა რელიგიას. ну, ან ზნეობრივად და სხვადასხვანაირი ცოდვებით შეუნანებელი ადამიანი, ცხოვრების ფორმით და წესით. და ასე შემდეგ ეს კვეთაში. და ასევე ცოცხლების შემთხვევაში პარაკლისში, მიცვალებულების შემთხვევაში პანაშვიდში. და ვიხსენიებთ პირველ რიგში ეკლესიის წევრებს, აღსარებლებს, მაზიარებლებს, წარსულებიდან წეღანას თქვით, რომ ათეისტურ ეპოქაში ვინც შინაგანად იმარხავდა წმენას, მაგრამ აი ეს არ იყო და ცხოვრების იმაზე ვერ იცხოვრა და რაღაც, მაგრამ ეს წმენა აისახებოდა მის კეთილ საქმეებში, მიზნეობრივ ცხოვრებაში, შეიძლება იქნებ იყო კიდეც ან დაუშვათ აზიარები ან რაღაც ესე ბავშვობაში რა, სანამ ეს იქნებოდა ძალიან ათეიზმი ან რაღაც. ამიტომ ესეთი ადამიანები, ვინც ვიცით, რომ ნამდვილად ეკლესიური ის და ვინც არ ვიცით, აი ესეთი კატეგორიის ადამიანი, სხვა კატეგორიები ალბათ გამოიცა. კეთილი, მაყურებელია. გისმეთ ეთერში ხართ? გამარჯობა, სამლოცვით მამებო. ერთმა გაიხარეთ, იცოცხლეთ. მეთქვა გადაძლიეროთ ყოვის
მარხვაში ესეთი შეკითხვა გვექნება. დიახ. მოგესწრება თავდგომა მოდის და ქრისტეს აღდგომის და ოჯახის შთანშმის შესახებ გვაინტერესებს რა კატეგორიის ხალხი ამოიყვანა იქიდან მართლებიც სოდვილებიც აი ყველა არის სხვადასხვა სხვაობა აზრების და აი რა კატეგორიის ხალხი ამოიყვანა ქრისტემ ოჯახიდან აღდგომის შემდეგ ეს გვაინტერესებს თუ მადლობა კითხვის. კეთილი, მადლობა კითხვისთვის. ესე იგი, აღდგომის სვინაქსარში, აღდგომის დღის სვინაქსარში ნათქვამია, რომ უფალმა ამოიყვანა მართალთა სულები, ისინი, ვინც მესიის მოლოდინის რწმენა ჰქონდათ და ვინც ძველი აღთქმის ჯულით ცხოვრობდა. სხვა კატეგორია ხალხი, ვინც სრუღმერთების და იმით ცხოვრობდა არაზნეობრივი ცხოვრებით, ის ხალხი არ მოუყვანია უფალს. აი, წმინდა მღვდელმთავარ იოანე ოქროპირს ერთ-ერთი ქადაგებაში აქვს, რომ აი უფალი ჯვარცმის თუ არ ვხვდები ზუსტად აღდგომის იმაში, რომ იქ ასახელებს ეს, რომ მორბოდნენო შენსკენ მოსეო, დავითიო, იოანე ნათლისმცემელიო იქ არსად არ არის და ჩამოთვლილი ყავს. და ეხლა ჩვენ შეიძლება ეს ვინც ვიცით, მაგრამ ვინც სახელი ყველა შეიძლება არ ვიცით, მაგრამ ვინც იყო მესიის რწმენით, გამომხსნელის რწმენით, ძველი აღთქმაში და მცხოვრები სჯულით, ის კატეგორია და სწორედ აი იოანე ოქროპირი ასახელებს, რომ ამ ადამიანებს და არსად არც ერთი წმინდა ხო რაღაც როგორ აღნიშნა რაღაც არიო გასხოვებული აზრებიო, მაგრამ ეხლა საქმე რაშია? თვითონ ჩვენ ადამიანები ვართ, როგორ ეხლა ჩვენ თავში როგორ რაღაცა ხდება, ხო? თუ ჩვენ დაუშვებთ, რომ ეკლესიის გარეთ შეიძლება ცხონება, ესე იგი რატო ვამბობ ამას რა, რომ უბრალოდ აი ესეთი მაგალითად აი ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ თუ წარღვნის დროსო ვინმეო, ვინც კიდობნის გარეთ იყო, გადარჩებოდაო, მაშინ შეიძლება იმის თქმაო, რომ ეკლესიის გარეთ შეიძლება ადამიანი გადარჩეს. ანუ როგორც თავში აღვნიშნეთ, მართლმადებლური წიაღია, ოღონდ არა ავტომატიურად, ამას სჭირდება სწორედ ცრემლის, სინანულისა და აღსარებისა და აი ეს ყველაფერი და მადლის მოსახვეჭად, ღვთის წინაშე და განწმენდა, დაცემა და აღდგომა და ამას რატო ვამბობ, ესე იგი, რომ თუ ესე იქნება, თუ ჩვენ იმას დაუშვებთ, რომ მაშინ იქ შეიძლებოდა ყველანაირი ადამიანი ამოეყვანა, ვისაც მესია არ წამდა, ხო? მაშინ თავდაყირად გება ყველაფერი, რომ ესე იგი მანამდე ყველა გადარჩენა შეიძლებოდა და ეხლა ისე გამოდის, რომ ხო და უნდა გვახსოვთ ჩვენ მოკლედ აქ არის ეკლესიის სწავლება, რაც არის, ის უნდა იყოს ჩვენთვის მისაღები, რომ ცხონება არის მართლმადებლობის წიაღში და უფალმა აღდგომის სვინაქსარში წერია პირდაპირ, რომ ამოიყვანა ძველი აღთქმის მართალნი, მესიის მომლოდინელი და სჯულით მცხოვრებნი. კი ბატონო, კეთილი. მოკლედ. ესეთი კითხვა არის, ვინც არ იცავს მარხვას, რამდენად შეიძლება შვიდგზის ზეთის ცხება მისთვის? შვიდგზის ზეთის ცხება ეს არის ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლო და საეკლესიო საიდუმლოებაში მონაწილეობას იღებენ ეკლესიურად მცხოვრები ადამიანები. მარხვა შეადგენს ეკლესიური ცხოვრების წესს და აქედან გამომდინარე ესაც მოცემულობაც არის, ესე იგი მოცემულობა როგორ კარგად რო ვთქვათ, სიტყვა გავმართოთ, თუ არ იცავ მარხვას მიზეზი რა არის? ანუ ჯერ უნდა ვთქვათ ეკლესიური ხარ თუ არა ხარ? ხო. თუ ამას უყურებ, იმიტომ რომ მარხვას არ ვიცავ, მაგრამ ზეთი ვიცხო იმისთვის, რომ ანუ აქ
განწმინდაზე და ღმერთთან მიახლებაზე კი არ არის, ოღონდ კარგად ვიყო და რაღაცა ის მოხდეს, ნუ ეს ახლა არ არის სწორი დამოკიდებულება უკვე ძირშივე. ამიტომ ეს საეკლესიო საიდუმლოები სრულდება ეკლესიურად ცხოვრებ ადამიანებს. კი ბატონო. გიორგი გწერს, ესე იგი ასტროლოგი, ერთ-ერთი ასტროლოგიო ყოველ კვირას დებსო ასტროლოგიურ პროგნოზებს და ამბობს ხოლმე, რომ ესა და ეს რიცხვი კარგია და ეს დღე არ ვარგა და ასე შემდგომო და არსებობს თუ არაო კარგი და ცუდი დღე და კარგი და ცუდი რიცხვი რამდენად დავუჯერო? არსებობს, მოდი ესე ვთქვათ, ალბათ ადამიანის მიერ კარგი და ცუდი არჩევანი. და ამ არჩევანის განხორციელება ადამიანის მიერ. ადამიანი არის თავისუფალი ნებით შექმნილი და მოაზროვნე და შესაბამისად ადამიანი თავისი აზროვნების და ნების არჩევანის მიხედვით ცხოვრებას გეგმავს, ირჩევს, უხარია, წუხს და ეს რო იყოს დამოკიდებული დღეზე და ვარსკვლავზე რომ ის განაწყობს ადამიანის ცხოვრებას ასეთნაირად, მაშინ გამოდის რომ მაშინ ეს აზროვნება და ეს ჩვენი ნება რაში გამოიხატება, ხო? ეხლა თავიდან ბოლომდე ესაც გამოვლინება იმ ესეთ კი აი სიძნელის და იმ რაც დღევანდელ სამყაროში რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ხდება სხეულებრივ მატერიალური, რომ ყველაფერს ამ კუთხით ჩაეჭიდოს, რომ აი ხოლოდ აქ არის, აქ იწყება და აქ გამოწუროს ეს ცხოვრება ლიმონივით. ამიტომ ეს პრობლემაც ამაში მდგომარეობს ალბათ ესე. თუ უბრალოდ მარტივად უნდა და თუ ეხლა ზოგადად მიმდევარია, მაშინ ეს უკვე საშიშია იმ გაგებით, რომ ბნელძალებთან შედის ადამიანი დამოკიდებულებაში, იმიტომ ის არის სიცრუე. როდესაც კვირაში რამდენჯერმე ვეზიარებით, ყოველთვის აუცილებელია მაინც ზიარების წინა ლოცვების საკითხვა? ნუ ცხადია ზიარების ლოცვების წინა ლოცვების საკითხვა ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ მან შეიძლება იყოს სხვადასხვანაირად. ეხლა ადამიანის ცხოვრება დაღლილია, მუშაობს, ეხლა ყოჩაღ თუ აქვს ამის ესეთი მონდომება და შინაგანი ნამდვილი ესეთი სწრაფვა, რომ კვირაში რამოდენიმეჯერ იაროს ტაძარში და ეზიაროს, ანუ ამის დროც და ამის მონდომებაც, ამ ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე შეიძლება ეს ლოცვა რაღაც შემოკლდეს. ეხლა თუ თავიდან ბოლომდე ვერ წაიკითხა, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც უნდა წაიკითხოს, აბა მაშინ ისე რაღაც ისე გამოვა რა, რომ ზიარება მინდა, მაგრამ რაღაც მცირედი მაინც ხო ამ კუთხითაც, ლოცვის კუთხითაც, ლოცვასთან ერთად შინაგანი ზიარებას, ანუ ყველაზე ცოდვილი მე ვარ ღმერთო და ესე როგორც მეზვერე რომ არ განვეშორო როგორც არის ზიარების წინა ლოცვებში რომ გელმა არ წარმიტაცოს ანუ ესე მივიდი ესე ვეზიარებით ხო რომ ღმერთმა შეგვიწყალოს რომ ხო და ამიტომ თუ ახლა უბრალოდ ისე რომ აი ისე იმას უბრუნდებით რომ ახლა ვეზიარები იმიტომ რომ მხოლოდ კარგად ვიყო ამ ქვეყნიური გაგებით და რაღაცა ესე ამ დამოკიდებულებით არ შეიძლება ზიარებასთან მისვლა რა. თავისთავად კარგია რომ ეს უნდა ადამიანს, მაგრამ საფუძველი ამ ხელა მიუწვდომელი საიდუმლოსი რა უნდა გახდეს, სულ ამას ესე იგი ხაზს უსვამთ მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბრისას, რომ როგორია შინაგანი მდგომარეობა ადამიანის გულის. სინანულის წრემლებით არის თუ არ არის და სიმდაბლით გაზავებული. გული შემოსრული და სული შემოსრული ღმერთმა არ შეურაცხყოფს. აი ეს არის საფუძველი გადარჩენის. კი ბატონო. ასეთნაირად უნდა მე უკვე ძალების მიხედვით ან შეამოკლებს ანუ. ნინო გწერს, ითვლება თუ არა მევახშეობად და ცოდვად ისეთი ფაქტი, თუ კი ნათესავს ბიზნესისთვის სჭირდებოდა დამატებითი თანხები და ვასესხეთ ფული და იგი პროცენტებს გვიხდიდა. და ასევე ბანკების შემთხვევაში როგორ არისო? ბანკიდან რომ იღებენ პროცენტებს, ეს ითვლება თუ არა მევახშეობად? რა ვიცი, ახლა ეს საკითხი. ახლა პირდაპირ გაგებით მევახშეობა არის. ის ახლა იქ ნათესავი ახსენა, მაგრამ როცა ადამიანს ეხმარება და მე ათმაგად ართმევს, ხო? ახლა ეს ბანკები და რაღაცა ნუ ეს ახლა საერო ცხოვრების წესია და ახლა ყველას ბანკებთან აგვაქვს მე საქმე ეს ფული ყველა სჭირდება მაინც და გინდა არ გინდა ესია, მაგრამ
ეხლა ის კონკრეტული შემთხვევაც ეხლა ნათესავთან რა გვქენთო და პირიქით იქით ვაძლევდითო, ხო? ის თუ თხოვდა, იმის თხოვნა არ იქნებოდა სწორი, მაგრამ თუ ეს რახანთ იმან ესე დახმარება გაუწია და ესენი იქით პირიქით კიდე უფრო მეც მადლიერებით აძლევდნენ, მაშინ ის არ არის მევახში ადამიანი რა, და თუ ეხლა ითხოვდა, ხო და ანუ ბანკები ეხლა მაშინ რა ვქნათ საწავიდი, ხო? რაღაც ბანკები ისეთი რაღაცა ბანკის სისტემა მაგაზე აგებული ახლა მე მაგის ამოხსნა არ შემიძლია. კი ბატონო. მაყურებელია ისევ, გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. ისაუბრეთ ეთერში ხართ. დაგლოცეთ რა. გაგახაროთ ღმერთს. დაგლოცეთ. თუ შეიძლება გაგვიმართოთ მართვაში კერძოდ აი საკვები რა დროებში რომ მივიღო სასწავლებელი როგორ ჯობია, უკეთესი როგორ იქნება, უკეთესი. აი და უშუალოდ მაგის ნებისმიერ დღეში როგორ მივიღო საკვები, კერძოდ აი უფრო უკეთესი მდგომარეობა რომ მივიღოთ ჩვენ. კერძოდ საკვებთან დაკავშირებით. ადლობა. ეხლა პატივცემული ხო ძალიან მონდომებული ადამიანია რომ ამ კუთხითაც იყოს მოშურნე საკვების კუთხითაც, მაგრამ ახლა როგორ არის ისევ შინაგანიდან მოდის ყველაფერი და გარდა ამისა გარეგანზე ის არის დამოკიდებული რომ დღევანდელი ცხოვრების რიტმი, დღევანდელი ცხოვრების აი ეს რეჟიმი ისედაც დამღლელი და მომხანცველია რომ რა ვიცი ახლა ადამიანს რა ფიზიკური შესაძლებლობა აქვს და ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს ინდივიდუალურად რა ზომით რა ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს ის რომ ეხლა აი ღირსი იოანე სინელი ამბობს რომ ესე იგი სათნოებები პატივმოყვარეობის მკვებავია რა თავისთავად სათნოება ქრისტიანული ღვთისმსნებაა ხო რაც მიახლებს ადამიანს ღმერთს მაგრამ თუ ეს იქცა იმისთვის რომ სხვა მე ცოდვაში ჩავარდე ანუ ეს როგორ ჭამო რამდენი უჭამო ცოტა უჭამო და ამიტომ რაღაცას მივაღწიე ეს არ არის სწორი ამ გაგებით კვების დალაგება და იმ გაგებით რომ რეჟიმი როგორი აქვს თვითონ გაანაწილოს და ისე მიიღოს რა ან ჯანი და ღონე როგორ მოსდევს ისე მიიღოს რა ვიცი კი ბატონო ავაგზელოთ ხო ხატია და ლევანი წერენ ესე იგი ყოველ კვირას ყოველ ხუთშაბათს ველოდებით თქვენს გადაცემასო და ნუ გეშიხართო საზღვარგარეთ არიან და თხოვთ დაგლოცოთო და მოგვიხსენიოთო ეკლესიაში ვერ დავდივართო სიშორის გამო და მერთმა ღმერთმა უშველოს დალოცოს და იქ თუ სადაც შეძლებენ მივიდნენ ეკლესიას თუ ვერ შეძლებენ დაუბრუნდნენ სამშობლოს ახლა ცხოვრებამ დღევანდელმა ეპოქამ იმდენი რაღაცა მოიტანა რომ ვინ წასულია ვინ არ არის წასული და რაღაცა ბევრი სირთულეები შექმნა და ღმერთმა ხელი მოუმართოს ქრისტიანულ ცხოვრებაში და პირად ცხოვრებაშიც კეთილად წარუმართოს თავის საქმიანობა ღმერთმა დალოცოს კი დაგწერს ყავს 7 წლის ბიჭი მინდა ატაროს ჯვარი და ვერ დავარწმუნე იხსნის მაშინვეო ცდილობ ვარიგებ მაგრამ არაფერი ესმისო რა გავაკეთო არაფერი ახლა იძულება არ გამოხდა 7 წლის ბავშვია და ახლა ბავშვს აი რა უნდა ქნას ახლა ბავშვი რო თამაშობს ხან ეწყობა იხსნის ან რაღაცა და ამას კი უნდა რომ ამითაც გააზრებულად არ იქნება ახლა ეს ამბავი ხო და არ უნდა იძულება მოვა მაგის დროც და შეგნებას რო უფრო მოემატება და თუ იმ შეგნების მიხედვით გაიაზრებს და გაიგებს, მერე გამოჩნდება ეს ყველაფერი და ეხლა რა ვიცი, როცა შესაძლებელი იქნება გაუკეთოს და უშუალოდ რომ ბავშვი რაღაც წნარად შვიდათ იქნება, თუ მოიხსნის, მერე ისე კი ბატონო, იქნება, მერე ხელახლა ისევ გაუკეთოს. როგორ შევხვდეთ ერთი და იგივე განსაცდელს, რომელიც წლების განმავლობაში მეორდებაო და ვერ ვცვლითო, არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ხო, განსაცდელი უნდა მივიღოთ სული საცხოვნებლად. უნდა მივიღოთ სიმდაბლით. შეცვლა ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ, რომ შეიცვალოს, მაგრამ ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის, რომ შეიცვალოს იქნებ უფრო უარესი მოხდეს სულის საზიანოთ. ანუ ესე იგი საფუძველს წარმოადგენს თავდაბლობა ამ ყველაფერში. ძალიან ახლა მე მესმის რომ
მოთმენა და გადატანა ძნელია, ეხლა სხვას რა უნდა უთხრა, მე თვითონაც ადამიანის ესეთი რაღაცა ხო განსასწრელი პირისპირ ვერ ითმენ და რაღაც, მაგრამ მივენდოთ ღმერთს, ხო თავარი ქრისტიანის სულისკვეთება მდგომარეობს შემდეგში, იყავნება შენი უფალო. ხო, რა ვიცი და მოციქულის გვეუბნება რომ არ დაუშვებს იმაზე მეტ განსაცდელს და გამოგიყვა ეს იგი პავლე მოციქულის სიტყვები რა, რომ ძალებს აღემატებოდეს. ხო და მის და სასარგებლოდ მიიღოს, გაიხსენოს ბიბლიური იობი, გაიხსენოს მოღვაწეები, რა თქმა უნდა, იმ ღვაწლის გამეორება არავის შეუძლია, მაგრამ მაგალითისთვის, შინაგანი გამხნევებისთვის ქრისტიანობა ცხოვრების წესში ეს შედის და კი. კეთილი, როგორ მოვემზადოთ აღსარებისთვისო, რამენაირად რომ გადაუდგათ ეს ნაბიჯიო. როგორც ჩანს, არასდროს არ გადაუდგამს. ხო. ხო, მე ხა თუ ვინც აღსარება რა არის? ხო, ეს არის საიდუმლოება, ხო? საეკლესიო საიდუმლოება. როდესაც ცოდვებს ვაღიარებთ ღმერთის წინაშე, კანონერი მღვდელთან ხირული ფორმით და კანონერი მღვდელის მიერ წაკითხული ლოცვით ღმერთი უხილავად ახოცავს ჩვენამ ცოდვებს. ეს არის აზრი. მაგრამ რატო გჭირდება ჩვენ ეს აღსარება? აღსარება გჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ცოდვების გამო ჩვენ თავზე ღვთის ჩვენ თავზე აღზრული ღვთის მართსაჯულება ჩვენი სინანულით ვაქციოთ ღვთის მოწყალებად. ხო და ამიტომ ეს უნდა თავის თავში ეს უნდა დაინახოს ადამიანმა, რომ ცოდვების გამო აღიძვრება ღვთის მართსაჯულება. ღმერთი ყოვლად მართალია და ეს რომ მართსაჯულებით არ მოგვეგოს და არამედ მოწყალებით, ამისთვის სინანული საჭირო და გადავდგათ ნაბიჯი ანუ ერცხვინება აღსარება, მაშინ უნდა გაიაზროს ესეთი რაღაცა, რომ ეს ეშმაკის მახია. და უნდა ახსოვდეს, რომ ღვთის წინაშე, ну ხილულად რახანთ ესე ხდება, ხო? ესეა. რაც უფრო საკუთარ ცოდვების სიბინძურეს აღიარებ, უფრო კარგად მოეჩვენები მღვდელს, ანუ იმ გაგებით, რომ შენ ნამდვილად გსურებია სულის კურნება და ღმერთთან მისვლა. აქ დაბრკოლება სირცხვილის სახით ეს არის ეშმაკის მახე, ამპარტავნების სახე, რომ ცუდი არ იფიქროს ჩემზე მღვდელმა. ამიტომ ამაზე ამ დროს არ უნდა იფიქროს ადამიანმა, რა როგორც ექიმთან მიდის ადამიანი და ყველანაირ თავის ნეულებას უყვება, იმიტომ რომ მიიღოს კურნება, აი აქაც უნდა მიიღოთ ესე კურნება. ხო, და პირიქით, როცა ადამიანი ზოგადად შეიძლება დადის წლების განმავლობაში ეკლესიაშიც, მაგრამ ეს აღსარება რაღაცნაირად ხან აქეთ, ხან იქით, ეს უფრო ძნელი მოსასმენია მღვდლისთვის, რა, იმიტომ რომ ვერ გაიგო ადამიანმა, რომ გჭირდება კურნება და მხსნელი და მასთან უნდა მიხვიდე როგორც მევიდა უძღები, როგორც მევიდა მეზვერე, როგორც მევიდა ავაზაკი, რომ ეს სახარება არის სარკე, სადაც ჩვენი თავი უნდა დავინახოთ. ხო, აი ასეთნაირად, ხო და ამიტომ იმ შემთხვევაში ეს ნუ დააბრკოლებს ამ ადამიანს, როგორ გადავდგა ეს ნაბიჯი. ხო, ეს ეკლესიაში გადაიდგმება მღვდლის წინაშე ეს ნაბიჯი, რომ სწორედ ღვთის მართსაჯულება ჩვენ თავს იქცეს ღვთის მოწყალებად. თორემ მე ესაც ამანაც უნდა უბიძგოს, რომ რა ურჩევნია, მამები გვასწავლიან, რომ ერთი მღვდლის წინაშე წარმოთქვას ყველა თავის ცოდვა თუ საშინელ სამსჯავროზე ყველას წინაშე. ხო, აი რა. მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. არ ისმის, სამწუხაროდ. ცუდად ისმის ძალიან.
გაითიშა. ესეთი კითხვა არის, როგორ ვერ ბრძოლოთ წარუმატებლობასო? არის წარუმატებლობა ხლა. წარუმატებლობა რა ხლა? ყველაფერს ჭირდება ბეჯითობა რა, ვიცი ხლა. თუ საქმე, ანუ ამას თუ გულისხმობს საქმე არ გამოდის, რაღაცა ცხოვრება და მიაჩნია რომ ესე იგი ხელი არ მეწყობა რაღაც ხო, რომ ესე იტყვიან ხოლმე რაღაცა და რაღაცა. ხო, ესაც უნდა მივიღოთ რომ მივენდოთ უფალს რა ვიცი ახლა და არ უნდა წარმოგვიდგეს ჩვენ ისე რომ აი სხვა რაღაცა გამოუვიდა საქმე და აგერ ფული იშოვა და რა კარგად ცხოვრობს და ამიტომ რაღაც ის უფრო ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა ან ღმერთმა იმას ხელი მოუმართა და მე არ მიმართავს ხელს ესე არ უნდა მივიღოთ რა მივიღოთ როგორც ღვთისნება და მივენდოთ ღმერთს ლოცვით იყავნება შენი უფალო და საქმითაც კიდევ ვეცადოთ რომ ეს გონება ჭკუა ბეჯითობა გამოვავლინოთ და ნახოთ რა ჩვენ ესე იგი არ ვიცით საბოლოო ჯამში რა ჯობია ჩვენთვის რა მაგ მდგომარეობაში ესე თუ ისე ხლეს კი გვიჭირს რომ რაღაცას ხო და მაგრამ ის უნდა გვახსოვდეს რომ ღვთის განგება სამართლიანია რა ყველა ჩვენი ჯვარი და ჩვენი გზა გასავლელი ხო ეს გადატანა უჭირს დღევანდელ ადამიანს ხო სუსტები ვართ ყველანაირად და კი ბატონო ესეთი კითხვა ესე იგი პატრიარქიო გვიქადაგებსო ლანა წერს ბოლო ჟამის პირას ვართო და სოფლებს დაუბრუნდითო იქონიეთ მიწებიო ვისაც ამის საშუალება არ გვაქვსო ანუ გადარჩენის შანსი არ გვექნებაო არა ახლა აქ ცხადია რომ უფალი სახარებაში ხო ბრძანებს ეს ადამიანის შინაგანი გამოფხიზლებისთვის აი 10 ქალწულის მაგალითი რომ არა იცით არც ადღე და არც ჟამი რომ ოდეს ზეკაცისა მოვიდეს ანუ შინაგანად ქრისტიანი ამისთვის ზათ უნდა იყოს ეხლა თანამედროვე ცხოვრება აკუთხით მე ნამდვილად არც საუბარი ცუცაც ამის ფორმატი ეხლა 1000 აზრებს წარმოშობს და 1000 რაღაცა დროის აღსასრულს და რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის ყოველთვის ზათ უნდა ვიყოთ რომ ეს შეიძლება ესეც იყოს ან არ იყოს მაგრამ ეხლა დროის რა მონაკვეთში და ამიტომ ეს მიწა და ეს ყველაფერია აქ კარგია იმისთვის რომ ადამიანი ანუ თავის თავზე ამ კუთხით იყოს მიწიერად დამოკიდებული და ერისთვის არის რა მთავარი რომ ქართველმა ერმა მოუაროს მიწას ხო თავის დროზე ილია ჭავჭავაძე მაღაზე არ ზრუნავდა რომ ბანკი და ის იმიტომ არ შექმნა რომ ეს ქართველებს მოეარათ მიწისთვის და ანუ ამგაგე მაგრამ ის რომ ეხლა თუ ამის საშუალება არ აქვს ვერ გადავრჩებით რახანთ მიწა შეიძლება მიწაც გქონდეს და ყველაფერი მაგრამ მაინც წარწმუნდი ადამიანი და აი როგორ არის აი ესეთი უხეში შედარება კი არა რეალობა რო ავიღოთ რა ადამი დაეცა 64-ში ხო ანუ ეს გარეგნული მხარე არ მოქმედებს ამაზე და ლოტი პირიქით გადარჩა სოდომ გომორში ხო ანუ აქ თავარი ფაქტორი შინაგანი საკითხია რა ეს უბრალოდ გარეგნულად რა თქმა უნდა პატრიარქის კურთხევა ვისაც შეუძლია უნდა აღასრულოს და შინაგანად იყოს ამისთვის მზად რომ სულიერათაც და ხორცელათაც ეს არის პატრიარქის მოწოდება ქართველი ერის ქრისტეს გზაზე სulis და ერის ორივე სულიერ და ხორცელი მხარის გადარჩენისთვის და ესე უნდა გავიგოთ ეს და არა ისე რომ ვერ გადავრჩები ან რაღაც თეო წერს რომ ესე იგი იქნებ მითხრათო ბოროტი აზრების შესახებ ისეთი საშინელი აზრები მომდის სიწმინდეების მიმართო არ ვიცი რა გავაკეთო ეს ხო ჩემი ცოდვა არ არის ვერანაირად ვერ ვუმკლავდებიო ხო და ნუ გეშინია თქო წერანას თქვი ეს რომ არ არის შენი უკვე აქედან ჩანს ხო ეს გამკლევება ერთი მხრივ ძნელია მაგრამ ძნელი როგორ ესე იგი ნუ შეაშინებს ეს მას არ ეკუთვნის ეს არის ბოროტის ბრძოლა და ილოცოს უფალო შემიწყალე როცა ეს აზრები მოდის ან ისეთი უფრო
ღმერთო მილხინე მეცოდვილსა ამას და ღმერთო ამაშორე და ღმერთი ხო ხედავს ადამიანის გულს და შესაბამისად ამის იმედად იყოს რომ ამის ნუ შეეშინდება როგორც აი ძაღლიყებს და შენი არ არის გარედან გესმის ეზოში და იმაში ის იყეფა გესმის მაგრამ შენი არ არის და თვითონაც ამბობს ამას რომ ეს ხო ცხადი იქნება თავისი რო იყოს მაშინ არ შეწუხდებოდა ხო რა თქმა უნდა ნუ გეშინია ნუ მიეცემი სასწრაფეთილებას ადიდე ღმერთი გულით და სულით კი ბატონო ბექა გვწერს ვარ ეკლესიის მრევლი მყავს მოძღვარი მამა ირაკლისგან მაინტერესებს რადგან ხევსურული გვარი აქვს გვესაუბროს მთის ხატ სალოცავებზე თუ შეიძლება პირჯვრის გამოსახვა ამ სალოცავებთან ან თუნდაც მისვლა და რა სწორია და რა არასწორი ეკლესიასთან მიმართებაში 20 წლამდე მოუნათლავი ვიყავი და მთის სალოცავების წესებს მიუყვებოდიო. ხო. საერთოდ ჩემი გვარისთან გამომდინარე საინტერესო. მისი უწმინდესობაც ხო. ხო ხევია ახლა მაშინ მე ვინა ვარ საერთოდ თუ ესე თუ ავიღებთ ახლა მაგრამ ახლა პატივცემულს რა უნდა უპასუხოთ ესე იგი რომ ყველაზე კარგად ვაჟა-ფშაველას აქვს იქ ყველაფერი აღწერილი რა ეს კოპალა ეს წარმართული ის სიხარი და ეს ყველაფერი და რაღაცები ხო და ნუ ხე ეს ცალსახად ქრისტიანობისთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ერთმნიშვნელოვნად ხო ნუ შეიძლება ამიტომ ეს როგორც სულისთვის საზიანო არის ცალსახად ყოველგვარი წარმართული მაგრამ და ეხლა იმ თავიდანვე ხო აი საერთოდ ეს მოქცევა აი წმინდანინო ცხოვრებაში ხო წერია რომ გაემართა და მოიხმო ესე იგი ერთწუთიანელებიო გუდამაყრელებიო ფხოველებიო რა ხევსურები და ფშაველები და ну რაღაც ცოტა ისეთი ცის ადამიანი უხეშად რო თქვა ველური გამოკიდებულება აღნაგობი და იმით რა ესე ხო და ამიტომ გაძნელდა რა ეს მე კიდე საუკუნეების განმავლობაში და რაღაცა მაგრამ არის მეორე მხარე ახლა თუ ერული კუთხით შევხედავთ ეს ხალხი არის უერთგულესი ხალხი თავდადებული ხალხი და ამ კუთხიდან გამომდინარე აი ეს სალოცავებსაც ესე უყურებს რომ თავისი კუთხე და თავისი დაუშვათ ეს კერა და თავისი მხარი და მაგრამ ეს არ არის ქრისტიანულად მისაღები. მე მინდა ხაზი გაუსვა ამას ახლა მსმენელმა რამე არასწორად არ გაიგოს რომ მთელი ადრე ზემოთაც ვისაუბრე რომ ცხონება მართლმადიდებლობის წიაღშია და იმის იქით არ არის, მაგრამ ანუ მინდა აუხსნა ამ ადამიანს რომ თის ხალხი არის ვაშკაცი ხალხი, თავდადებული ხალხი სამშობლოსათვის შეწირვა 300 არაგველი რო ავიღოთ და ასე შემდეგ. ხო და ნუ ხო და ამ კუთხით დავაფასოთ ეს ხალხი და ეს ოჯახები და მათი ეს შემართება. და პატივცემულის დაუშვათ ხო და თუ ნათლობამდე რაღაცა არასწორი ესეთი წარმართული რიტუალებია ეს ცალსახად ეს ნათლობაში უკვე ნაპატიები აქვს და როგორც ქრისტიანულად ეს ყველაფერი მიუღებელია. კეთილი მამაო, ესეთი კითხვა არის ლაშა გვწერს რომ შეიძლება ეს კითხვა ჩანდეს უმარტივესიო და ბავშვმაც იცოდესო, მაგრამ ასე მჯერა რომ ბევრმა ახალმოსულმა მრევლმა არ იცისო და ამიტომ მინდა რომ დაუსვა მამაოსო. ესე იგი, ერთი წმინდა კათოლიკური და სამოციქულო ეკლესია. ანუ რა იგულისხმებაო კათოლიკურშიო? კათოლიკე და სამოციქულოს რო. სამოციქულო საყოველთაო ეს ცნობილია რომ კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს. ნუ ახლა განყოფის მერე იქ დარჩა ეს სახელი აღმოსავლეთში დარჩა მართლმადიდებელი ქრისტეს. დიახ. საყოველთაოს ნიშნავს ქრისტეს ეკლესია დღესაც არის ერთიანი და განუყოფელი. თავისი ისტორიის განმავლობაში ქრისტეს ეკლესიის ასე ვთქვათ ეზო ზოგჯერ დიდდება, ზოგჯერ ცირდება. მაგრამ როგორც პირველი ქრისტიანული თემი, აი ვიზეც მოციქულები და ის ასოცი ადამიანი სული წმინდის გარდამოსვლის როცა დაფუძნდა, ის იყო უკვე მსოფლიო ეკლესია.
ხო, დღესაც ესია ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია და მას განეკუთვნება ეს საყოველთაობა. მაგრამ შეიძლება ეს რაღაც გარეგნული მხარეები ზოგჯერ დიდი იყოს, ზოგჯერ მცირე. კი ბატონო, ყოველი ზიარების წინ არის თუ არა აღსარების თქმა საჭიროა, მახო გწერს. ეხლა ეს აქ ეხლა სამღვდელოებას რაღაც ტრადიციის მიხედვით აქვს ინდივიდუალური მიდგომა. კი. ხო, ზოგი ცალსახად ნამდვილად მოითხოვს და სწორედ იმ ნიშნულობით, რომ ადამიანი ზიარებაზე მიდიოდეს სინანულის შეგნებით. აი ამ ღმერთო მილხინე მეცოდვილსა ამას, აი ამ გრძნობით, გულით შემოსრულით, სულით დამდაბლებულით. და ითხოვს, მაგრამ მეორე მხრივ თუ ეკლესიური ადამიანი ცხოვრობს ნამდვილად ჩართულია შინაგანად ეკლესიურ ცხოვრებაში, ხო? მისი გააზრება არის ის, რომ ის არის ცოდვილი და ხსნას ეძებს ცხონებას ეკლესიაში სახარების ცნებების შესრულებით და მადლის მოხვეჭის გზით, ანუ ბრძოლაშია ცოდვებთან თავის თავში ცნებების შესრულების გზით და ამავე დროს რა თქმა უნდა ლოცვა მარხვა ამ ყველაფერს იცავს და ნუ არა შემთხვევით არ აღმოჩნდა რომ ესე იგი საეპიდემიო ცოდვა რაც არის იმაში არ ჩავარდნილა. ეხლა ეს ადამიანი ნუ ეგრე როგორ გამხარდა დაუშვათ საღამოს ლოცვაზე თქვა აღსარება და დილით სანამ ბარძიმზე მოვიდა მან შეიძლება ისევე ჩვენი გული და ბუნება ხო ცოდვით არის მოწყული და სულ რაღაც ცოდვაში იყოს. ხო და ამიტომ რაღაცნაირად ამიტომ ზოგი უყურებს ამას ისე რომ იცის რა მოძღვარმა მისი მრევლის შინაგანი მდგომარეობა როგორია მისი დამოკიდებულება აი სულიერ ცხოვრებაში შეიძლება რაღაც პერიოდი პირდაპირ აზიაროს რომ და მე რაღაცნაირად ეხლა თუ მოთხოვნა ჩდება ადამიანს რომ უნდა თუ მას უნდა აღსარების თქმა მაშინ რა თქმა უნდა მივიღოთ ამიტომ ეს ხო და ეს რაღაც ტრადიცია რა ეს სხვადასხვანაირად ჩამოყალიბდა ქრისტიანულ ბავშვთა ხო კი ბატონო მაიკო გწერს შუა ღამეს ხშირად მეღვიძება და ტვინი ან ლოცულობს ან ფსალმუნს ამბობს მე ვაანალიზებ განმარტო ის ლოცვა ან ფსალმუნი ამ ყოფაში ისევ ჩამეძინება ხოლმე რას უნდა ნიშნავდეს ეს მდგომარეობაო მამებს აქვთ ესეთი ნათქვამი მღვდელ თავარ ეგნატეს აქ წერილებში რომ მარგალიტის საძებნათო ესე იგი ეს მყინვთავებიო ზღვის ფსკერზე ეშვებოდნენო ხო და მამებიო უდაბნოში გადიოდნენო რომ თავის სულში ჩაეხედათო და იქ ეპოვათ მარგალიტებიო და იქ პოულობდნენო ქრისტეს მიერ მარგალიტებსო სულის სიმდაბლესო გულის უბრალოებასო სულიერ განსჯასო და აი ერთ-ერთ პატერიკში ესია მოთხრობილი რა რომ ერთმა ძმამ კითხა სისოიდიც მამაო ხსენება ჩემი ღვთისათანა არისო დადგომილიო და სისოი მიუპასუხა რომ არ არისო ეგო ეგ არ ნიშნავს ბევრ რამესო დიდი ის იქნებაო ყველაზე ცოდვილად რო შერაც ყველაზე ცოდვილად შეგერაცხო შენი თავიო ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ეხლა ჩვენ შეიძლება ამ ლოცვებში ადამიანის მოღვაწეობა არ ვიცი ისი ან მოძღვარი მაიცის ხო და თუ ამ კუთხით ავიღებთ რომ ძილშიც ლოცულობ მე რაღაც ეს თავისთავად რა თქმა უნდა მოუკლებელად ილოცევდით ეს აუცილებელია ხო მაგრამ საფუძველი აი ეს არის ხო გადარჩენი ანუ თავდაბლობას ეფუძნება რა და ამის ამოხსნა ეხლა თუ მისი გული უფალი მახლობელა შემოსრულთა გულთა და სულთა მდაბალი აცხონოს თუ არის შინაგანად ესეთი და მის გულში მოედინება ამ კარნახით ღვთისადმი ვედრება ღმერთმა შეუწიროს ხო აი ეს ამ კუთხით კარგია მაგრამ საფრთხილო ის კუთხე რომ ეშმაკმა მეორე მხრივ
რაღაცა იმ ცუდმედოდებისკენ არ წაიყვანოს რომ რაღაცა და ხო ნუ ესე იგი არ არის საჭირო გავართულოთ რა ამ კუთხით მდგომარეობა რაღაცა ეს ამოხსნები დავიწყოთ რა ხო ანუ აი ღირსი ეფრემ მასური ამბობს ესეთ სიტყვებს რომ ბევრი სულიერი იარაღი და აბჯარი ვიციო რომ წმინდანებს აუსხიათო დემონების წინააღმდეგო მაგრამ თუ არჩევანზე მიდგება საქმეო მე თავდაბლობას ავირჩევდიო რა ხო იმიტომ რომ ესე იგი რო ეშმაკმა მე სხვა მხრივ თავდაბლობა რა არის ეს არის გულის და ამის გამოთქმაც ნელი ხო ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა რა ღმერთი არის გულთამხილველი და აი სინელი წერს ესეთნაირად ღირსი მამაიო სინელიო თუ ჩვენ თავდაბლობის მოპოვება გვინდაო მაშინ დავაკვირდოთ ჩვენ თავსო თუ ნახავთ რომ გულით და სულით ჩვენი გვინდა რომ ჩვენი მოყვასი უკეთესი და პატივცემული იყოსო ჩვენზეო ანუ შინაგანი მე ჩვენი მე რო უკან იყოს მაშინ ღვთისწყალობა ახლოს არისო ხო ან მაგალითად ჩვენ შეიძლება ვთქვათ სოდვილები ვართ და ნამდვილად ესია მაგრამ გულის სიმდაბლეო სხვისგან მოყვანებული შეურაცხყოფით შეიცნობაო ანუ ესეთი ხო მაგრამ მაცხოვნებელი მდგომარეობა თვითონ სახარება რომ ავიღოთ ხო ეს როგორ ვთქვათ ესე ვარ გამომივიდეს ეს დაპირისპირება ფარისევლებსა და უფალს შორის რაში მდგომარეობს ხო ესე იგი იმათ თავისი თავი დიდებად მიაჩნიათ მათ წინაშე დგას მხსნელი მაგრამ აი ამ დიდებამ უბრალო შემოსალში ყოფი პიროვნება ნეტარიყვნენ ლახაკნის სულითა ნეტარიყვნენ გლოვარნი გაუგებარი დარჩა რა გადაგებს ამას და ამბობს თან მესია ვარ ხო აი სწორედ ანუ ღმერთს აი ხო არის ბიბლიაში რომ ვინ მოწონს ადამიანს რომ ვის მივხედო ესაიაშია ხო ვინც არის დაბალი და მყუდრო და თვითონ უფრო მეტიც რომ ჩემგან ისწავლეთო რომ შვიდ ვარ და მდაბალ გულით ახლა მე ძალიან ბევრი ვილაპარაკე თითქოს მე ვიყო ამის განსახიერება ალბათ ყველაზე შორს მე ვარ ამ ყველაფრისგან მაგრამ იმისთვის რომ სულიერი ცხოვრება სწორ კალაპოტში იყოს ხო აი ეს არის აუცილებელი კი ბატონო და აქედან დაფუძნებული მე ლოცვაც უდიდესი სათნოებაა სწორედ კი ბატონო ღამითაც და დღისითაც ესეთი კითხვა აქ ერთი ქალბატონი წერს რას დაუკავშირო ეს გარემოებაო და ყვება ამბავს ანდრია კრიტელის დიდი კანონი მოვისმინეთ გამოვედით ტაძრიდან ჩავსხედით მანქანაში და ერთმა ადამიანმა მეორეს ისეთი სიტყვები უთხრა ისე განრისხდა და აღშფოთდა რომ ყოველად გაკვირვებული დავრჩითო თან ამ დროს საჭეს მართავდაო ხო ეს საჭესთან მართავ პრაქტიკაში ძალიან თუ რამეს წარმოადგენს არა ყველასთვის და დღევანდელ პირობებში ანუ რას უნდა ნიშნავდეს ბოროტი სულებძვის ადამიანს კი ჩვენ ვიდექით ანდრია კრიტელის ლოცვაზე და რაღაც მაგრამ ბოროტი სულებძვის ადამიანს და რახან ჩავარდით ესე მდგომარეობაში მე გადარჩენა ისევ არის აქედან ანუ ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას მეორე მხრივ რომ რა ცოდვილები ვართ რა დაცემულები ვართ და გავაგრძელოთ აი სწორედ აი ღირსი ისევ სინელს მოვიშვერიებ რომ ესე იგი ჭრილობებს ის იღებს ვინც ბრძოლაშია ჩართული ხო და ვინც დაცემის შემდგომ იმეც არ კარგავს და ზოგადად ცოდვა რო ავიღოთ რა და წამოდგება და ბრძოლას გააგრძელებს მაშინ მას როგორც მამაც მხედარს ანგელოზები განადიდებენო რა ამიტომ ეს ახლა შეემთხვა ადამიანს ეს ადამიანი უნდა მივხვდეთ ისევ იმას რომ აი ვინა ვარ რა როგორ ცოდვილი ვარ რა როგორი უსუსური ვარ რომ იმ წუთში აი ახლა ამხელა ლოცვის მერე დამემართა ესე არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ თუ რაღაც ესეთი შეგვემთხვევა რომ ჩვენ ესეთები ვართ იმიტომ რომ აი მამები რას გვასწავლიან ხო
ესეთი შედარება რო გავაკეთოთ, რომ ჯანმრთელობა არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ავადმყოფობა არაბუნებრივი მდგომარეობა, ხო? და ჩვენი მდგომარეობა როგორია, ესე იგი, ადამი სანამ დაეცემოდა, ის იყო ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ღვთის მიერ შექმნილი. და დაცემის შემდგომი მდგომარეობა არის არაბუნებრივი, ანუ ნებიან მდგომარეობაში ვარ ჩვენ და ეს ნებებიც მე იქცევა ცოდვებად და იმიტომ ვარდებით ამაში და ცრემლი სინანულისა და აღსარებისანი მომადლე მე უფალო უკანასკენ ჟამამდეო. აი ეს არის ესე უნდა ვიგლო და პირველ რიგში მე ჩემი თავი. კი ბატონო, აი ბოლო კითხვა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ იწვევება მერტი რაღაც იქ დამატება მინდოდა. კი. მაინც კიდევ დასაზუსტებლად რა. აი წეგან ითქვა რომ ძველი აღთქმიდან ვინ ამოიყვანა. დიახ. მე ხაზგასმით აღნიშნეს, მაგრამ მაინც დავაზუსტებ, ეს წმენის საკითხია და უფალმა ამოიყვანა ძველი აღთქმის მართლები, ვინც მოელოდა მესიის მოსვლას. ვისაც არ, ანუ იმიტომ რომ ესაც არის სულის მდგომარეობა შინაგანი. ვისაც არ უნდოდა, არ უფიქრია და ცოდვები ცხოვრობდა, უფალი რო ჩავიდა, ეგ ემფუძნება აი პეტრე მოციქულის ეპისტოლეში ნათქვამს სიტყვებს. რომ ჩავიდა უფალი ერთგზის ჯოჯოხეთში და უკადაგა მათ. მაგრამ იქ უკადაგა ამ მოქცევის გაგებით კი არ არის ნათქვამი. იქ აჩვენა ყველას რომ მე ვარ. დიახ. ვიზეც იყო ნათქვამი და ვინც უნდა მოსულიყავი. და ვისაც უნდოდა რომ მიეღო, იმან მიიღო იმ მართლებმა და ვინც მოელოდა მას. იმიტომ რომ თუ ჩვენ ავიღებთ ამას და გავიგებთ ესე, რომ იქ შეიძლება რახან ჯოჯოხეთში იყვნენ და დაინახეს უფალი, იქ ვინ იტყოდა უარს რომ უკადაგა უფალმა რომ მოეკეცით მიაქავარ და მაშინ როგორ ყველა ხო და მაშინ ისე გამოდის რომ ახალ აღთქმაში პირიქით ხდება მაშინ რომ ეკლესიის გარეთ რატო ხდება აი ნახეთ როგორ არის ღმერთი არის გულთამხილველი ხო რო ავიღოთ ბიბლიიდან ესეთი მაგალითი იონა წინასწარმეტყველი სადაც რჯულის წიაღში მყოფი ადამიანი იყო გააგზავნა წარმართებთან ურჯულო ხალხთან ცოდვილ ხალხთან მაგრამ რატო გააგზავნა ღმერთი ხო გულთამხილველია ესე იგი ღმერთმა უწყოდა რომ ის ხალხი ამის სიტყვას მიიღებდა და გამოშთა კიდეც როგორ მიიღეს და შეინანეს ხო აქედან გამომდინარე რატო თქვენ გადარჩენა სინანულს ეფუძნება მაგრამ ეს მიღება ხო უნდა ახლა ესე არის ეხლაც რომ ღმერთი არავის არ დატოვებს სადაც არ უნდა იყოს მოიყვანს ყველას თავის წიაღში და ამის მაგალითები ბევრია მაგრამ აქ არის ასე თავარი ადამიანის შინაგანი ნების გამოვლინებაც და თუ აი ეს ნება არ გამოავლინა ადამიანმა ხო მაშინ თანხვედრა ღვთისნებასა და ადამიანის ნებას შორის რო ახდება ამიტომ ადამიანი შეება ღმერთის გარეშე ხო ხო კიდე ბევრი შეიძლება მაგრამ ნუ ცალსახად ჩემ ნათქვამს ვისაც უნდა ეს არის ჩემი აზრი არ არის ეს არის წმინდა მამების არცად არ უთქვია წმინდა მამებს რომ ცხონება ახლა მართლმადიდებლობაში არის მაგრამ ამის იქითაც ჩვენ არ ვიცით არავის ესეთი რაღაცა არ უთქვია თქო კეთილი დიდი მადლობა მობრძანებისთვის საინტერესო საუბრისთვის ჩვენ ზურფოს მაყურებლებს კი შევახსენებ რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლდათ ყოველთა წმინდათა ტაძრის გამსახური დეკანოზი ირაკლი ჭინჭარაული გადაცემას უძღვებოდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლურჯი მონასტრის ტაძრის გამსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში საღამოს 8:09-ზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.